საქართველოს ისტორიაში და ეროვნული განსაცდელი. ასე აფასებენ 6 წლის წინანდელ მოვლენებს პოლიტიკოსები. ჯარისკაცებისა და რიგითი მოქალაქეების ხსოვნა, რომლებმაც თავის სამშობლოს ერთიანობის იდეა შესწირეს, პატივი აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაგეს. მათ მემორიალთან გვირგვინები მიიტანეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადეს. ყოველთვის გამახსოვრება მათი თავგანწირვა გმირობა ქვეყნის ერთიანობისა და გმირობის წინაშე და ჩვენ დღეს შევიკრიბეთ უმაღლეს საბჭო, ქალაქის მუნიციპალიტეტი, მთავრობა მთლიანად და გვინდა ამით ოჯახებს და დაღუპულებს მივაგოთ პატივი. ისინი არიან გმირი ადამიანები, რომელიც სამშობლოს კეთილდღეობისათვის ყველაზე ძვირფას სიცოცხლეს გაწირავს, ამიტომ ისინი ნამდვილად უნდა იყვნენ მაგალითი და არიან თავგანწირვის, გმირობის, ერთგულებისა და სამშობლოსადმი სიყვარულის. კიდევ ერთხელ მინდა მადლიერების გრძნობით მიმართო მათ ოჯახებს. 8 აგვისტოს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს არის დღე თავგანწირვისა, დღე სამშობლოს გადარჩენის მცდელობისა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ პატივგებით იმ ჯარისკაცთა, რომლებაც სამშობლოსათვის თავი გასწირეს, იმ ადამიანთა, იმ სამოქალაქო მოსახლეობის, რომლებიც შეეწირნენ თავიანთი ეზო კარის დაცვას, იმათი პატივგებით ჩვენ მომავლისაკენ ვკვალავთ გზას.